ესენი რომელიღაც კუნძულიდან გამოიქცნენ და აღმოჩნდნენ პირდაპირ იმედის პირდაპირ ეთერში. აქ რაღაც სპეციალური პერფორმანსი გაქვთ დადგმული M კვადრატის კომფორტის ზონისთვის. ნიტა, ხომ მშვიდობა? ნიტა და ლუკა ყარმაზანაშვილი ემზადებიან მოკლედ მაყურებელთან შესახვედრად. კოსტიუმებით და გრიმით თუ ვიმშველებთ, მე მგონი ის ჩანაფიქრი უნდა იყოს, რაც მე გამოვიცანი და გავუმხილე მაყურებელს. ხო მართალია? აბა როგორ ხართ, როგორ განწყობაზე ხართ? ნიტა, დაბრუნდი რეალობაში, გთხოვ და მითხარი შენი SMS ნომერი, რომელზეც მაყურებელმა უნდა გიგულშემატკივროს. ჩემი SMS ნომერია 99 333. და აქვე ლუკა ყარმაზანაშვილს უნდა უგულშემატკივროთ, თუ კი ის თქვენი ფავორიტია, SMS ნომერზე 95 343 343. მართალია და სანამ ნიტა და ლუკა სცენაზე გამოვლენ და შემოგთავაზებენ უკვე არაჩვეულებრივ სანახაობას, მანამდე ვნახოთ მათი პროფაილი. წარმატებები. ეხლა შეხვდება ფიფია. კონვერტი რო ავიღენ, თავიდან ცოტა ველოდებოდი, რაღაცა მეგონა რომ ერთად ვიქნებოდი. ჩემნაირო პატარა. მე ხომ აქვს სამსახიობო ანუ სახის მიმიკები და ანალოგიური აქვს ამასაც და მე მგონი ძალიან კარგი ნომერი გამოგვივა. ერთად დედა ყავს მოცეკვავე, პერიოდად ვიცნობ. მამა ყავს მსახიობი და თვითონაც ძალიან ნიჭიერი ბავშვი არის. ნიტა ყოფილა ამ კურორტზე, ზამთრის კურორტზე, იმიტომ რომ ცივი არ მიყვარს სერია, ესე როცა თბილისის სასტუმროში ვარ, გარეთ თოვლს უყურებ კი. მართლა ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მე თოვლი გიჟდები თოვლზე, ძალიან მიყვარს და თან დედიკოსთანაც რო ვარ ჩამოსული და ესეთი თოვლი რო არის და თბილ და კარგ სასტუმროში ესეთი თოვლში კაია. სულ ჯანსაღად იკვებება, ყველა ვეხუნდებით ხოლმე ამაზე. ძალიან სასაცილო ხოლმე მივეყავს. თქვა შოკოლადი შეიძლება თუ არა. ხო, ვიცი რომ არა, კარგი და მიკითხებს. როგორი სიტუაციაც არ უნდა იყოს, ყველგან გადავს და ძალიან მაგარი ბავშვი არის, მხიარული არის და ყველაფერში ხელს მიწყობს მე. შოუმენი რო არ ეგა და ჩემი დამსახურება ყველაფერი იქან რაღაცნაირად. მე ყოველთვის გვერდით და ნებისმიერ მისახილებას, რასაც ქვია, ხას უჭერდი. კიდევ ვიცი რომ ყავს ძმა, რომელიც მღერის. ძალიან გულშემატკივრობენ ჩემი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით ბებია და პაპა, იმიტომ ცოტა ემოციურები არიან. ბავშვი, რასაც შრომობდა და წვალობდა, ნამდვილად ვიცოდი, რომ ეს ისეთი ბავშვია, რომ არ დაინახა მაყურებელს და ჟიურის გამორიცხული. უნდა რომ სიკეთი აკეთოს და მე მინდა რომ უკაც გზა დაუნდოს, რომ სულ ამ სიკეთის გზაზე იაროს.
ნიტა ლომიძე და ლუკა ყარმაზანაშვილი. როგორ მოგეწონათ ნომერი? კაშით თუ ვიმშელებთ, მე მგონი ძალიან, ხო? დიდი მადლობა ამ საინტერესო დადგმისთვის ჩვენს ქორეოგრაფს და დიანა ოსტროვერს, რომ ასეთი საინტერესო მონახაზი და იდეა, ასე ვთქვათ, განახორციელა თქვენს ნომერში. ორი ყველაზე პატარა მონაწილე ჩვენ შოუში, ნიტა და ლუკა. დუტა, როგორია დედა გენაცვალოს და მამა გენაცვალოს სახე გაქიცი? ეგა მაქვს ხა აშკარად, ეგ დამოკიდებულება მაქვს ორივეს მიმართ და ვარ ბედნიერი, რომ ამ პროექტში მიწევს აქჯდომა და ამ ადამიანების ყურება, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ორი ადამიანი გავაცანით სხვა კუთხით კიდევ საქართველოს, იმიტომ რომ ნიტას ვიცნობდით, ლუკას ვიცნობდით აქამდე, სხვა მიმართულებები და ეხლა ერთად მით უმეტეს ძალიან საინტერესო სანახაობა, ძალიან მაგარი ისტორია. დიდი მადლობა ტანია. მადლობა ჩვენს ქორეოგრაფებს და ზუსტად იცი როგორ გამოიყენო ადამიანების შესაძლებლობები ქორეოგრაფიაში, აი ზუსტად ზის ყველაფერი რაც გააკეთეთ ძალიან მომეწონა, აი აბსოლუტურად ყველაფერი და თან ისეთი ისტორიით, არ ვიცი, რაღაცები უნდა ვილაპარაკო წესით, მაგრამ არ მინდა ბევრი ლაპარაკი, მე მიყვარხართ თქვენ და ვარ ბედნიერი, რომ თქვენ არსებობთ საქართველოში. მეც მიყვარხართ. ძალიან მაგრები. ნათია რა სიტყვი, როგორ მოგეწონა დღევანდელი გამოსვლა? ძალიან მომეწონა ნომერი. საერთოდ ორივე ძალიან საინტერესო მოცაკვავეები ხართ და რა მინდა ვიცი ვთქვა, რომ ამ ნომერში კიდევ უფრო რაც დამაკლდა იყოს აი ტანის უფრო მეტი მოძრაობა, მაინც აფროჯას უფრო უხდება, მაგრამ ისე ყველაფერი იყო ზუსტად შესრულებული, ყველა აბსოლუტურად ყველა მოძრაობა დახვეწილი, რაც თავარია ხასიათები დაიჭირეთ და უნდა აღნიშნო, რომ რამოდენიმე ძალიან რთული ელემენტიც იყო, როდესაც გადმოგორება ორივე ერთად, როდესაც ქართულს აკეთებდით ერთმანეთის დახმარებით, ესენი ძალიან რთული შესასრულებელია და თქვენ ძალიან კარგად გაართვით თავი. მაგრამ მომავალში გაითვალისწინეთ აფროჯაში უფრო მეტი ტანი ჩართეთ, ხო? მადლობთ. გაიგეთ? მეტი მკერდი. მეტი სიგიჟე. თქვენ შეგიძლიათ. ზაკ, საინტერესოა შენ რას ფიქრობ ამ ნომერზე? I mean, you know Natia, she's It's Natia. You know she knows. You know. It's Natia, it's. Yo, you guys are gifted children of God, yo. Like Tis mir hearts daloculi. The way you dance, the way you Როგორც move. ეკვავთ, როგორც მოძრაობთ. Fearless. შიშის გარეშე. Maybe it's the age, I don't know. შეიძლება ეს ასაკი იყოს, There's something with you too, მაგრამ like, I don't understand. რაღაც ხდება თქვენში. I don't understand. არ მესმის, არ ვიცი. I don't understand. იმედია გვექნება დრო რომ ზაკმა ამოხსნას ეს ასე ვთქვათ საიდუმლო და იმედია რომ ეს ორი ადამიანი დღეს არ აღმოჩნდება აუთსაიდერებში, ამიტომ უნდა იაქტიუროს მაყურებელმა. მე შევახსენებ მაყურებელს, რომ ყველაფერი დღეს მათ ხელშია. But wait. I wanted to say one ერთი რამ მინდა დავამატო. The same thing that Natia said Natia აღნიშნა. for Luca, because Luca, Luca, you have it, but you're stiff here. აი აქ ცოტა To relax this. მეტი მოქმედება გინდა მკერდში. It's a shabby person. მანახე მეტი მოქმედება მკერდში ახლავე და ამ წუთას. არ მაინტერესებს. მიდი. და მუც აი You know it, right? მუცლის ღრუდანაც უნდა მოდიოდეს მოძრაობა. აი ზუსტად აბაშია საქმე. რატო გვიმალავ? მოქმედებას კერჩი. კიდევ ერთხელ. ლუკა. გამიგე. But this is more Arabic. Yeah. ეს უფრო like Arabic. აერობიკას გავს. Africa is more this, like you need to Africa open all of უფრო the მთელი სხეულით. Eagle. როგორც არწივი. Like eagles, birds. არწივი, ლუკა. So think everything is big. წარმოიდგინე, აი გაიშალე. Overall, it was amazing. თლიანობაში And წარმოუდგენელი you იყო guys are, you know, every time you come on stage, every time there's a მუდმივად, show, როცა გამოდიხართ ამ სცენაზე, ყოველთვის წყინვალეთა time. ასრულებთ თქვენს ცეკვას.
სალომე, ჩვენი არწივები როგორ მოგეწონენ დღეს? არწივები კი არა და არანორმალურები არიან. მე ყველაზე ძალიან იცით რა მომეწონა წინა გამომსვლელებთან შედარებით, რაც აი მოვიდა ჩემამდე, ეს არის რომ ორივემ ერთად ისიამუნეთ თქვენი ცეკვით. არ ფიქრობდით რა არის მე მოდიოდა მოძრაობს, აი იდექით და მაგრად გსიამუნებდათ იმას, რასაც აკეთებდით. ეს არის ყველაზე მაგარი, იმიტომ რომ მე მოდის ჩვენამდე ეს ყველაფერი. ყოჩა, აი მართლა ძალიან მაგარი იყო. ძალიან დიდი მადლობა. დასაწყისში ლუკას სულ ტყუილად ინერვიულე სინქრონზე გაყვებოდით თუ არ გაყვებოდით. ერთი მომენტი დაგიჭირო, ეთქვა მაგ ადგილზე სულ ჭედავდით რეპეტიციაზე და ამათ რას გამოაპარებ უკან. გაიგეთ, უცად ერთი კონდა ეგა, მაგრამ ყველაფერი კარგად იყო, ასე რომ არ ინერვი ისიამოვნეთ, როგორც გსიამოვნებთ თქვენ რასაც აკეთებთ. ეგ აკეთეთ სულ, კარგია ეგ. კარგია, იდეალური სინქრონი არ არსებობს ეხა. სინქრონი კარგია, მაგრამ იცეკვეთ. თქვენ შეგიძლიათ ცეკვა. და მაყურებელსაც მიმართავ რომ აკეთონ ის რასაც ახლაც აკეთებენ ალბათ და ამესიჯებენ ნებისმიერი ქსელიდან განუსაზღვრელი რაოდენობით იმისთვის რომ დღეს ეს ადამიანები არ აღმოჩნდნენ აუთსაიდერებში და დიდხანს იცეკვონ მეგა შოუში შენ შეგიძლიათ ცეკვა აუცილებლად უნდა დაუმესიჯოთ და დაუჭიროთ მხარი თქვენს რჩეულს ნიტას შემთხვევაში ნიტას ნომერია 95-333 ლუკა ყარვაზანაშვილი კი ნომრით 95-343 გულშემატკივარი დარბაზშიც აქტიურობს, თუმცა იმედი მაქვს, რომ ტელეეკრანებთანაც აქტიურები არიან ჩვენი მაყურებლები და აუცილებლად დაუჭერენ თავის რჩეულს მხარს ჩვენს შოუში. და საინტერესო